იგა ვარაკი, სულხან საბა ორბელიანი, ქვის მთლელი. ერთ ქალაქში ცხოვრობდა ქვის მთლელი, რომელსაც მთელი დღე ხელში წერაქვი ეჭირა და ჩაუხრელად შრომობდა, მიღებული გასამრჯელოთი კი საჭმელ-სასმელს ყიდულობდა. ცოტას თავისთვის იტოვებდა ხოლო უმეტეს ღარიბ ღატაკებს ურიგებდა. ერთხელ ამ ქალაქს ერთი ღვთისმოსავი კაცი ესტუმრა. ღარიბი ქვის მთლელს სიკეთე და გულმოწყალება რომ იხილა დაიჩოქა და ღმერთს შეევედრა. უფალო, ასეთი კეთილი და მოწყალე მონა გყავს, რატომ აცხოვრებ სიღატაკეში? შეეწიე, რომ გამდიდრდესო. ლოცვა დაასრულა თუ არა, ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ კაცის ბუნებას, მას რომ სიმდიდრე ვუბოძოთ, ძუნწი და ხარბი გახდება და მოწყალების გაღებაც დაეზარებაო. კაცი თავდებად დაუდგა: თქვენ უბოძეთ და მაგის საქსიელზე პასუხს მე ვაგებო. ერთ დღეს ქვის მთლელი თავისი წერაქვით კლდეს ამტევერდა შუა გულამდე რომ მივიდა, მოულოდნელად დიდ ძალგანს წააწყდა. გახარებული უმალვე შინ გაიქცა, ნიჩაბი წამოიღო და დაიწყო ცოტა-ცოტაობით ზიდვა. სულ რომ გამოზიდა, თავისი საცხოვრებიდან აიბარგა და სხვა ქვეყანაში გადასახლდა. იქ შეიძინა ადგილმამული და დაიწყო მდიდრულად ცხოვრება. მალე ისეთი გავლენიანი კაცი შეიქმნა, რომ იმ ქვეყნის მეფემ პირველ ვეზირად დანიშნა. ქვის მთლელს პატივმა და განცხრომამ სულ დაავიწყდა თავისი უწინდელი ყოფა, რომ როცა დღეში 2-ოდე გროშს ძლივს შოულობდა და იმასაც გლახაკებს ურიგებდა, ახლა მას აღარც ღმერთი ახსოვდა და აღარც გლახაკები. მისმა თავადებმა ღვთისმოსავმა შეიტყო გამდიდრებული ქვის მთლელის ამბავი და გადაწყვიტა მას სასახლეში ხლებოდა და შეეგონებინა, რომ ამგვარი საქციელით ღმერთს განარისხებდა. მაგრამ სასახლეში ვინ შეუშვა, უფროსი ვეზირის ბრძანებით კარის კაცები მამ ისე სცემეს ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. ამ დროს ისევ ის ანგელოზი გამოეცხადა და კითხა: ახლა როგორ ფიქრობ, სწორედ მოიქეცი მისი შუამდგომლობა რომ იკისრე? ახია ჩემზე ღირსი ვარ, დამსაჯოდ მიუგო ღვთისმოსავმა. ანგელოზმა უთხრა: იმ ქვის მთლელს, ჩვენს ნაბოძვარს უკანვე წავართმევთ და ისევ თავის წერაქვს დაუბრუნებთ. თუ ასე არ ვიზამთ, მომავალში იგი უფრო მეტ ბოროტებას ჩაიტანს. ასეა თუ კაცი სიმდიდრისა და პატივს ვერ შეეფარებს, ურჩევნია ისევ სიღატაკეში იცხოვროს.